გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი არის ჩვენი კურსდამთავრებული გალბატონი მარინა ნეიშვილი. მინდა გაგაცნოთ წარჩინებული სტუდენტი ჩვენი, რომელიც უკვე მუშაობს ასტროლოგიაში და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ახალმთვარობაზე, დეკემბრის ახალმთვარობაზე მარი ისაუბრებს, მაგრამ სანამ ამ თემაზე დავიწყებ საუბარს, მინდა რომ უკეთესად გაგაცნოთ მარი. რადგანაც ახალგაზრდა დამწყები ასტროლოგია და მინდა ყველანაირად შეუწყო ხელი და რამდენიმე კითხვა მინდა დაუსვა სწავლასთან დაკავშირებით და ზოგადად მის გეგმებთან დაკავშირებით. და პირველი კითხვა მარი, რა გახდა მომენტი შენთვის, როცა შენ გადაწყვიტე, რომ ასტროლოგია უნდა ისწავლო, რა გახდა მიზეზი ამისი, რომ სერიოზულად გესწავლა და იმ მომენტიდან როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, რაც სისტემურად დაიწყე ასტროლოგიის სწავლა? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით. თქვენს კითხვას რაც შეეხება, ჩემი მიზეზი, რის გამოც მოვედი ასტროლოგიაში, ეს იყო, რომ რაღაც ცოდნას უგრძნობდი, რომ მჭირდება, უნდა მივიღო რაღაც სისტემა, უნდა შევიძინო, რომლითაც შევძლებდი ადამიანების დახმარებას. და სხვადასხვა სისტემებს შევეხე ამ სფეროდან, მაგრამ არც ერთი არ მომხვდა, ასე ვთქვათ, გულზე, არც ერთი არ იყო საჩემო, ვგრძნობდი და მაშინ, როდესაც მოვედი თქვენთან და მივიღე პირველი ასტროლოგიური ეს მუხტი თქვენგან, ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, როდესაც აი სულში რომ იგზნობ სიხარულს და რომ მიხვდები, რომ იქ მოხვდი, სადაც საჭიროა რომ მოხვდე, ეგ მომენტი მქონდა და მაგან გამიხსნა გზა და მომცა სტრუქტურა, ეს კალაპოტი, დინება იმისთვის, რომ ამეთვისებინა ეს ყველაფერი და შემდეგ გამომეყენებინა ეს ადამიანების დასახმარებლად. რა გახდა ყველაზე მოულოდნელი სწავლების პროცესში? რა წარმოგედგინა და რა დაგხვდა? სხვათა შორის თქვენ გადააჭარბეთ თქვენმა სკოლა მოლოდინებს გადააჭარბა ჩემთან, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ კი მინდოდა რომ მესწავლა ეს ყველაფერი და ყოფილიყო ეს ჩემთვის მთავარი პროფესია, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა თავიდან მქონდა ეჭვები, რომ რამდენად გამომივა, ან რამდენად შევძლებ რომ მივიღო საკმარისი ცოდნა, რაც ამისთვის მჭირდება. და სკოლამ გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს იმ კუთხით, რომ მომცა საკმარისი ცოდნა და სტრუქტურა და რა თქმა უნდა გამომუშავებინა დისციპლინა, რაც ამ საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს 2 წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვცდილობდი რომ ამეთვისებინა. ნამდვილად დაგიდასტურებ, რომ ბევრი შრომა ჩადევი, ნამდვილად. მადლობა და თავდაუზოგავად ვცდილობდი რომ ეს ყველაფერი ამეთვისებინა და სკოლამ პირიქით ბიძგი მომცა იმის მაგივრად, რომ ხო აი რაღაცა არნაირად არ ჩამოვრჩი ჩემს მოლოდინებს, ასე ვთქვათ. ანუ შენი აზრით, პრინციპული სხვაობა ადამიანს, რომელიც უბრალოდ სტატიებს და პროგნოზებს კითხულობს ასტროლოგიაზე, ან თავის ზოდიაქოს ნიშანზე და იმ ადამიანს შორის, რომელიც სისტემურად სწავლობს ასტროლოგიას, რა განსხვავებაა და აი რას აძლევს? განსხვავება ის არის, რომ ეს უბრალოდ მშრალად და ხისტად პროგნოზების კითხვა, ეს არის უბრალოდ მექანიკური სამუშაო, როდესაც ადამიანი გამოთიშული არის გაცნობიერების პროცესს, შინაგან პროცესებს არის გამოთიშული და ნაკლებად უღრმავდება საკუთარ თავს და ვფიქრობ, ამით იფლანგება ასტროლოგიის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც გვაქვს, რადგან ასტროლოგია არის ზუსტად საკუთარ თავზე მუშაობის უდიდესი ინსტრუმენტი, ეს ენა სამყაროსი, გადმოთარგმნილი ჩვენთვის და ამის შეძენით და ამის გაცნობიერებით ადამიანს ეძლევა საშუალება, რომ პიროვნული ევოლუცია გაიაროს მეტად ჩქარა, ვიდრე თუ ვთქვათ ერთი მთელი ცხოვრება დასჭირდება გაიაროს რამოდენიმე წელიწადში. კარგი, მაშინ ასეთი კითხვა მაქვს შენთან, ანუ და ეს აქტუალური კითხვა, მე მგონია ზოგადად არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ხო? რა განსხვავება აი სიტყვებს მე ასე ვფიქრობ და მე შემიძლია ამის არგუმენტირება და შენი საკუთარი ჩვევა ამ არგუმენტირების როგორ შეიცვალა? შეიცვალა ძალიან, თქვენ გამოახდინეთ ამაზე გავლენა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ერთია და ეს ინტუიციაც კიდე ცალკე ამბავია, რომელიც სჭირდება ასტროლოგს, მაგრამ არგუმენტაცია რუკიდან გამომდინარე დეტალების ეს კიდევ სხვა ამბავი არის და შეიძლება ის ყოველთვის არ მოდიოდეს თანხმედრაში იმაზე, რას ფიქრობ შენ სუბიექტურად. და ეს არგუმენტაცია და განყენებულობა ზუსტად რაც მერწყულს მოეთხოვება და მერწყული ასტროლოგიას მართავს, აქედან გამომდინარე ვისწავლე ეს განყენებულობა, რომ მოგამოვიყენო ჯანსაღად და დავეყრდნო იმ ინფორმაციას, რასაც რუკა იძლევა და არ ვიყო სუბიექტური. რა გახდა შენთვის აი მცნება ასტროლოგიური გემოვნება, ანუ შენ თვითონ როგორ ამ კატეგორიას როგორ იღებ სწავლებაში და
და როგორ ფიქრობ, ანუ რამდენად ჩამოგიყალიბა სკოლამ ეს გემოვნება ასტროლოგიური? ჩამომიყალიბა, ჩემი სტანდარტი გაიზარდა, ასე ვთქვათ, იმის მიმართ, სულ რის მიმართ, რით უკმაყოფილდები, რა დონის ინფორმაციით და ცოდნით უკმაყოფილდები, რადგან თქვენგან მივიღე მე ღრმა ცოდნა ამ სფეროსი, ღრმა ძალიან სტრუქტურული ცოდნა და ჯერ კიდევ როდესაც ვუყურებ თქვენ ლექციებს თავიდან სულ არის რაღაცა კიდევ რასაც ახალს ვიგებ, ანუ ეს არ იწურება არასოდეს ასტროლოგიაში ცოდნის მიღება და სწორედ ეს სტანდარტი აიწია იმ ყველაფრით, რაც სკოლამ მომცა და ახლა უფრო შერჩევითი ვარ ამ კუთხით ინფორმაციის მიღებასთან. კარგი, ეხლა როცა შენ პირველი კონსულტაცია ჩაატარე, რა იყო ყველაზე რთული? ყველაზე რთული იყო, რომ იქ აღარავინ არ გისწორებს. მარიამ, ეს არაა სწორი, ესე არის. იქ გიწევს, რომ ახალოდ შენ თავზე ხარ დამოკიდებული, ადამიანი შენგან ელოდება პასუხს და არ გაგუფლება, რომ და რაღაცა შეცდომაში შეიყვანო, პირადი პასუხისგებლობის ამბავი არის, რომ ადამიანი არ დააპროგრამო, არ შეიყვანო შეცდომაში, რადგან შენთან მოდის, ესე იგი შენ რაღაც მხრივ თვლის, რომ შენი აზრი სჭირდება და რო არ დააზიანო. ანუ ნახე, ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ასტროლოგმა არ უნდა, აი დავუშვათ ადამიანი თვლის რაღაცას, ანუ ასტროლოგს უნდა რომ ასტროლოგიდან ეს გაიგოს, მაგრამ შენ ხედავ რომ ეს არ არის რუგაში, ხო? ანუ როგორ ერევი ამას, როცა აი პირველად ამ თემას დაეჯახე, რომ რუკა სხვა რამეს გეუბნება და ადამიანი სხვა რამეზე გაწვება, ასე რომ ვთქვა. სხვა რამის მოსმენა უნდა ადამიანს, ხო? ესეთი შემთხვევები ხშირია და ამ დროს არის მნიშვნელოვანი მაღალი პროფესიონალიზმის გამოჩენა იმ მხრივ, რომ რბილად მიაწოდო ადამიანს სათქმელი, აუხსნა, რომ რაც მას უნდა, რატომ თქვათ არ გამოდის და რა შეიძლება რომ გააკეთოს და როგორ გამოესწოროს თავისი პიროვნება, როგორ უნდა დააკომპენსიროს და დააბალანსოს ეს ენერგიები, რომ შედარებით შეიმსუბუქოს ის თემა, რაც მისთვის პრიორიტეტული არის. და ეხლა ასეთი ცოტა პროვოკაციული შეკითხვა შენთან, ანუ როგორ იგებ ეხლა დღეს უკვე პროფესიულ პასუხისგებლობას ასტროლოგის განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ არ შეუქმნა ადამიანს დამოკიდებულება და დაუტოვო თავისუფლების არჩევანი და არა დააძალო, რომ არა ეს ასე არ არის და ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს მითითებების გაცემის უფლება, ასტროლოგი უნდა გასცეს რჩევები და ეს უნდა იყოს ხაზგასმული, რომ შენ ურჩევ მას რაღაცას და აჩვენებ რა მოხდება ესე, რა მოხდება ისე, რომ წავიდეს და რა შედეგები ექნება მის მოქმედებებს და შემდეგ უკვე მოქმედება თვითონ უნდა აირჩიოს, მაგრამ ეს არასდროს არ უნდა იყოს ხისტად გამოხატული რჩევა, ასევე ეს აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ და უნდა იყოს რბილად მიწოდებული ინფორმაცია, რომ ადამიანი არ დაპროგრამდეს, რაც ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია, რომ არ დავაზიანო ადამიანი. და ბოლოს ამი კითხვა მაქვს შენთან, ამით დავასრულოთ ეს ბლოკი ჩვენი, ანუ რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, აი, სწრაფი კურსები ხო არ დაუმთავრო ასტროლოგიის, თუ ფუნდამენტალური განათლება მივიღო. რატო თვლი, რომ ანუ სიღრმისეულობა ასტროლოგიაში, ანუ მართლა საჭიროა? რა თქმა უნდა, ეს აქტუალური თემა არის. სწრაფი კურსები აძლევს მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ადამიანს და ეს მისაღები არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისთვის უნდა რომ რაღაცაში უცებ გაერკვეს, მაგრამ გონია რომ თავის თავშიც გაერკვევა სწრაფი კურსები. ხო და ვერ გაერკვევა, ანუ მაგას ვამბობ, რომ არის მნიშვნელოვანი სიღრმისეული ცოდნის მიღება, რადგან ასტროლოგია იმის გარდა რომ რაღაცა მეცნიერულ ბაზაზე დგას, ეს ასევე ვთვლი, რომ არის სულიერი სწავლების ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც სჭირდება ეთიკური ნორმების ცოდნა, როგორ უნდა მიუდგეს ამას ადამიანი და ამას ვერასდროს ვერ მიიღებს მოკლე ექსპრეს კურსებით, რადგან ეს არის გამოტოვება და ჩაგდება უღრმესი ინფორმაციის, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა გახდეს საფუძველი და საძირკველი და ამის გადახტომა არ შეიძლება. და რა რჩევას მიცემდი ახლა ჩვენ ეხლამდელ პირველ კურსელებს ან იმას, ვინც აპირებს დაუშვათ სწავლებას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გახსნან თავისი პოტენციალი? რჩევა რაც იქნებოდა ეს არის, რომ პირველ რიგში მონდომება, რომ გინდა და მიზნად თუ გაქვს დასახული, რომ მიიღო ეს ცოდნა, მაშინ უნდა გამოიჩინო დისციპლინა ამ ყველაფრის ათვისების დროს, ანუ თავდაუზოგავად თითი შეიძლება ჩაგეღუნოს კონსპექტების დროს, როგორც მე მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს იმად, რაც საბოლოოდ გზის ბოლოს დახვდება, როგორც ამბობენ, სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატკბილდებისო, ზუსტად ეს შემთხვევა არის ჩემთან, რადგან როდესაც უკვე ყველა
ყველაფერს აითვისებ და ყველაფერი უკვე მექანიკურად რო გამოგდის, რო აღარ შენში რო გაჯდება ეს ყველაფერი, მე ეს უკვე ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს ამ ყველაფერთან მუშაობა და შინაგან რაღაც თავისუფლების განცდას მანიჭებს. მე პირადად თუ თვლი, რომ ამისთვის ეს დისციპლინა ღირს. და ბოლო ასეთი, კითხვაც არა, როგორ ერთი წინადადებით აღწერე ჩვენი სკოლის სტილი, რას იტყოდი? სკოლის სტილი არის ძალიან დეტალური, სიღრმისეული, კონკრეტული. რაღაც მომენტებში მკაცრიც, მაგრამ ეს სიკვაცრე საჭირო არის და მესმის რატომ ხდება ამ სიმკაცრის გამოჩენა, რადგან ძალიან მარტივად ვარაუდობთ თავი და როდესაც ამ სფეროში შემოვდივართ, რაღაც ვარაუდები გვაქვს ჩვენი სუბიექტური აღქმები და მარტივი არის, რომ ასტროლოგიური ცოდნის ჩარჩოდან გამოხვიდე და რაღაც შენი სუბიექტური რაღაც აღქმები შეურიო და ცოტა დაამახინჯო ინფორმაცია და ამიტომაც ეს დისციპლინურობა და თქვენი მხრიდან სიმკაცრე და ეს დეტალური ახსნა ყველაფრის თავიდან და თავიდან გავლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვაძლევს ყველაფერს. გძელი წინადადება გამოგიყიდა. გძელი. კარგი. მადლობა დიდი მარიამ. ეს მინდოდა მე რომ უფრო კარგად დიდი ხანია ვარსებობთ და არასდროს არ ვლაპარაკობ ჩვენ სკოლაზე და აცი გვაქვს ასეთი გეგმა რომ ასეთი წარჩინებული სტუდენტები ხოლმე სულ კურსდამთავრებულები დავაპატიჟოთ, გავაცნოთ საზოგადოებას, ხო, რომ იცოდეს საზოგადოებამ თავისი გმირები უნდა იცოდეს საზოგადოებამ. კარგი. ეხლა ახალმთვარობაზე, თლიანად გადაგცემ სიტყვას, მე არ ჩავერევი, შენ გააცანი შენი თავი, შენი პირველი ასეთ ჩვენი ერთობლივი ლაივია და ამიტომ ხო, თუ გჭირდება ჩაიხედო ახალმთვარობის მაშინ ჩაიხედე გასწრია რომ 20 დეკემბერს გვაქვს ახალმთვარობა მშვილდოსნის 22 გრადუსზე. ეს არის 22 გრადუსის დასასრული და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უკვე დაიწყო 29 ანარეტული, იგივე საბედისწერო გრადუსი და ახალმთვარობა მშვილდოსანში აქტუალიზირებს ისეთ თემებს, რომელიც არის დაკავშირებული ცოდნის მიღებასთან, მსოფლმხედველობის გაფართოებასთან და შინაგან მსოფლმხედველობრივ ზრდასთან. და ეს ენერგია გვიხმობს, რომ ვიფიქროთ ჩარჩოებს გარეთ, განთავისუფლდეთ შემზღუდავი პატერნებისაგან და დავუკავშირდეთ ჩვენი დანიშნულების განცდას. შესაბამისად, ახალმთვარობა იქიდან გამომდინარე, რომ არის ციკლის დასაწყისი და სწორედ აქ იწყებს მთვარის სინათლე ზრდას, ეს არის პერიოდი, როდესაც არის საჭირო, რომ მშვილდოსნის თემების გახსნა დავიწყოთ ჩვენ ცხოვრებაში, ამ თემებით დავყავდეთ. ამიტომაც არის ძალიან კარგი პერიოდი იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი ცოდნა და დავიწყოთ ახალი ჰორიზონტებისაკენ სვლა, გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და დავიწყოთ აუთვისებელი ტერიტორიების ათვისება და აუთვისებელი ტერიტორიებისაკენ გალაშქრება. რაღაცა დავყავდეთ და დავინტერესდეთ ახალი რწმენა წარმოდგენებით, რაღაც გამოცდილებები მივიღოთ ახალ სფეროში, ახალ ცოდნის სფეროში. ეს არის პერიოდი კარგი, როდესაც უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა, სწავლა, ახალ კულტურებთან და მსოფლმხედველობებთან გაცნობა. თუ გვაქვს ცოდნა, რომლის გაზიარებაც გვინდა ან შეგვიძლია, მაშინ ამ ცოდნის გაზიარებისთვის კარგი პერიოდი არის, მაგრამ თუ გვინდა რომ რაღაცა ცოდნა მივიღოთ, მაშინ ამ ცოდნის მისაღებად მენტორების და მასწავლებლების მოძიებისთვის არის კარგი პერიოდი. მშვილდოსნის 22 გრადუსი ხო, სრულდება 22 და წინა ახალმთვარობაც მე 22 გრადუსში იყო თორცდები და ისიც იყო კრიტიკულ გრადუსზე იყო, ხო. და გარდა იმისა, რომ აქ რაღაცა პროცესი კი გასაგებია, რომ ახალი მთვარობას, ახალი თემა შემოაქვს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს 22 გრადუსი მაინც ხომ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც თემებით შეგვიძლია რომ დავასრულოთ, იმიტომ რომ დასრულება იმ ყველაფრის, რაც ამ კომფორტის ზონაში გვტოვებს. აი რაც ამ მშვილდოსნის ახალი გვიჩლის ხელს, რომ ჩვენი პიროვნების ახალი სივრცეები ავითვისოთ, რაც გვაგვტოვებს კომფორტის ზონაში, შიშები, რაც გვიშლის, აი ბლოკებს რომ გვიქმნის, რომ გონია რომ არ შეგვიძლია და ამის გამო არ ვცდილობთ, აი ესეთი რაღაცების დატოვება. მაგრამ მაინც პოზიტიურია. მაინც პოზიტიურია. მშვილდოსნის ახალმთვარობა მაინც პოზიტიურია, მაინც კარგია. კი, რომ აი პოზიტიური ენერგიის შემოშვება ჩვენში შეგვიძლია იმით ვცადოთ, რომ მიზანმიმართულად ვეცადოთ ყველაფერი მოვლენებში და დადებითის დანახვა. ხო და ამ თან ახლა ახალმთვარობა არის ორბისულ შეერთებაში მარსთან და ვენერასთან. მარსი უერთდება ახალმთვარობას თხის რქიდან და თხის რქა მოგეხსენებათ, ეს არის მიზნის და შრომის პლანეტა, ხოლო ნიშანი, ხოლო მარსი არის მოქმედების პლანეტა და აქედან გამომდინარე, ეს მარსის ძენს ახალმთვარობას იმ ენერგიას, რომ გვაიძულებს, რომ გადავდგათ რეალური, სტრუქტურირებული, კონკრეტული მიზანზე მიმართული ნაბიჯები და არ ავწდეთ ჩვენს მთავარ ფასეულობებს, რადგან ვენერა არის ფასეულობების და სილამაზის და ჩვენი სურვილების პლანეტა და ვენერა მშვილდოსნიდან უერთდება ახალმთვარეს და ამიტომ აქედან გვისვამს კითხვებს, თუ რა ფასეულობები
მიზნებლობებზე დაყრდნობით გვინდა ამ მიზნებისაკენ სვლა, რისთვის გვინდა ამ ყველაფრის მიღწევა და რამდენად ისა ჩვენ სულიერ პრინციპებზე რამდენად ვყარავთ გავართ. იქნებ გვეშოლოს რაღაცა და დინამიკა დაიწყოს ცხოვრებაში. თორე ძალიან გაჩერებული იყო ყველაფერი სატურნი გასწორდა. ხო და იქნებ დაიწყოს ახლა ამ ახალმთვარობამ რაღაც დინამიკა შემოიტანოს ცხოვრებაში. კი, უნდა წესით შემოიტანოს. და ის იმას დავამატებდი კიდევ რომ სატურნთან კვადრატშიც ხდება ეს ახალმთვარობა და რა თქმა უნდა სატურნი მარსის თხის ქაში არის და ამ თემატიკას კიდევ უფრო ამძაფრებს და ამიტომაც სატურნი ჩვენგან მოითხოვს რომ ეს ყველაფერი მიზნები რასაც ახლა დავსახავთ საიდან რეებსაც დავგეგმოთ იყოს გათვლილი მყარ საძირკველზე ძალიან სტრუქტურირებული ნაბიჯები გადავდგათ წინ და ყველაფერი იყოს ჩვენი მხრიდან გაცნობიერებული თუ რა ძალის ხმევა მოითხოვ ну, მაინც სატურნი არის. კი, მაინც სატურნი. თევზებში და ზუსტად ნეპტუნის კვადრატიც აქვს ამ ახალმთვარობას, ცოტა ვისე. ხო და ცოტა ესეთი. კი, ცოტა რეალობას არ ავწდეთ. თლად სტრუქტურირებული ვერ იქნება, მაგრამ ну, მაინც რაღაცა ის არის უფრო მყარი ნაბიჯების უფრო შეიძლება რაღაცები შანაფიქრი, იმიტომ რომ წავა როცა იქნება იმ ხო, თებერვალში უკვე წავა უკვე იმ თევზებიდან რა. მაგრამ მაინც ნეპტუნთან შეერთებაში დარჩება ცოტა. წავა, მალე წავა იქიდან, მალე წავა ჯაზაფრებულები ვართ. კი ბატონო. მალე. და ბოლოს რასაც ვიტყოდი ამ ახალმთვარობაზე, შემოვიტანდი საბიანური გრადუსის მნიშვნელობას, რომ გრადუსსაც ხდება ახალმთვარობა და ამ საბიანურ გრადუსს ქვია მსუქანი ბიჭი ჭრის გაზონს. ეხლა რას სიმბოლიზირებს ეს სიმბოლო? მსუქანი ბიჭი ამ შემთხვევაში განასახიერებს ადამიანს, რომელსაც არ აქვს ძალიან დიდი ამბიციები და არც დიდი ამოცანები ავალია სოციუმში, თუმცა მისი შესაძლებლობების ფარგლებში ის მაინც პოულობს გზას თუ როგორ შევიდეს სოციუმთან სწორ ურთიერთქმედებაში. და ეს სიმბოლო შესაბამისად მსვამს თავარ კითხვას თუ რა გჭირდება შენ სოციუმისგან და სოციუმს რა სჭირდება შენგან, სად არის შენი ნიშა, სად არის შენი ადგილი კოლექტივში და სად ხდება შენსა და სოციუმს შორის სწორი გაცვლა. რადგან ამ სიმბოლოს ჭრდილური მხარე არის ის, რომ შეიძლება იყოს ჩაკარგული პოტენციალი, აუთვისებელი ნიჭი, დაუფასებელი საკუთარი შესაძლებლობები, თვითმიღებაში წასული. ხო, რაღაცა ვერ აითვისა თავისი სხეული ადამიანს, თავისი ნიჭი და პოტენციალი. და ჭრდილური მხარე ზუსტად თვითმიღების საკითხებს და ათვისებულ ნიჭს ეხება და ამიტომაც გაკვეთილი, რომელსაც ეს სიმბოლო გვაძლევს, ეს არის, რომ იპოვო შენი ადგილი სოციუმში მიუხედავად იმისა, ეს მცირე არის თუ დიდი, რომ შენი იპოვო შენი როლი და ფუნქცია, იპოვო შენი გამოავლინო შენი უნარები, თუნდაც ეს იყოს შეზღუდული, რადგან მონდომების შემთხვევაში ყველა ადამიანისთვის არსებობს სოციუმში ადგილი, სადაც ის შეძლებს თავისი ფუნქციონალის შესრულებას და სწორედ ამ მესიჯს გვაძლევს ეს ახალმთვარობა მშვილდოსანში. მადლობა დიდი, ჩვენთან იყო მარინა ანაიშვილი და მელია ბარათაშვილი, გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. მადლობა.